არ უნდა რა რაღაცა დაფნის ფოთოლი, სუნელი და რაღაცა. სუნელი, იმიტომ რომ მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეცხვარეებს თან დააქვს. ცხოველები რასაკვირველი დაყავდა, არანაირი სუნელი არა. ეხლა ამას დავმონთე ბატონო დავით. და მე შეგაჭმე უმაგრეს საჭმელს. მოკლედ მეგობრებო, თუ ესეთი რამე გადაწყვიტეთ, რომ ქვაბი დადგათ ცეცხლზე. შეხედეთ ცოტა რაღაცა ქვაბს გარედან აუსვია. საჭმლის ჟელი. წაუსვით ქვაბს და ისე შემოდგით ხოლმე ცეცხლზე რა. ეს მური და რაღაცა ჯანდაბა, მე ქვაბის საწვალებელი რო არ გაგიხდით რა და იქ დედა იქნება მეუღლე ხო თქვენ არ გამწადეთ ამისი ხიხვით. გაიმურება თვითონ ეს ჟელი და წყალს რომ მოусვევთ ეგრევე ირეცხება. არ ეხლა გარეცხოს აქ ნაღდი ვერ განახეთ, მაგრამ ეს ცეცხლი დავანთეთ. გირჩებით არის სავსე და ისინი ეხლა გირჩებს ცეცხლი მოეკიდება. და ესე შემოვდგათ. აჰა. მომეცეკა ბატონო დავით. ამის გაკეთების დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდი ცეცხლი არ დაანთოთ, უკვე რო ადუღდება. ცეცხლი შიგარ ჩავარდეს რა. ნუ ყველა შემთხვევაში ეს ვადუღდება, მე გაჩვენებ და მაგას მე ისავრად. ამას ცეცხლი მოეკიდა და ბატონო დავით. მომეხმარი, ამას უნდა 1.5 ლიტრი წყალის ჩასხმა რა. ეს დაგვაქვს ხოლმე თან. მიდი. ახალე. აიცა. ესა გაგისინჯავს ეს საჭმელი? რა. საჭმელი. გაგისინჯა? ხო. 1.5 ლიტრი წყალი უნდა რომ ხორცი მოხარშოს. მე ავხდი და გემრიელია ესე. ესა? აუ ეს იცირა გამო. სად გასინჯა ისა? სად გასინჯა ისა? დახური. მე ძალიან ტანჯული ცხოვრება მქონდა. ცხვარშიც ავარ ნამყოფი ცოტა.